მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ფორსაჟიდან ჰანის Mazda RX-ს. ეს მესამე მანქანა უკვე იაპონური არხზე, რაღაც ესე მოხდა რა. და თან სულ ფორსაჟი. თან მესამე სერია. თან მესამე სიმბოლური თემა. ნენა მიყვებით რა. არხი უნდა გამოიწეროთ პირველ რიგში, ვიდეო ლაიქოთ, გააზიაროთ და კომენტაროთ. და ჩვენ კიდე ესეთ მაგარ მანქანებს განვიხილავთ ხოლმე და 10,000-ზე ძალიან მაგარ მანქანას გაჩვენებთ ერთი რვა მასშტაბში, რომელიც მხოლოდ ერთადერთია საქართველოში. და არა მარტო საქართველოს, სავარაუდოდ ამიერკავკასიაში. სავარაუდოდ. მოგესალმებით. როგორც ბატონმა გუჯამ არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ, აზიარეთ და ასე შემდეგ. RX-7-ის არ ჩაწერა, არ შეიძლება. და თან ამ RX-7-ის. კი ბატონო, იმიტომ რომ განსხვავებული ავტომობილია ეგ ერთი, მეორეც ერთი. Mazda არის. არ ყავს ჩაწერილი და პირველი Mazda არის არხზე. კი ბატონო. ოღონდ როგორ იცით, რომ მთლიანად Mazda-ს ისტორიას არ მოვყვებით? ამ მანქანის კონკრეტულად ამ მანქანის ისტორიას მოვყვებით, როგორ ფორსაჟი რა როგორ და როდის შეიქმნა და ასე შემდეგ. და მე ფორსაჟის თემა რა როგორ და რა. ხო, და თან სტანდარტულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე, სტენდზე დამდგარს ახლოდან გაჩვენებთ დეტალიზაციას ავტომობილის. სანამ დაიწყებ, მანამდე პატარა ის მოდელზე გავაკეთოთ. მიდი, შენ დაიწყე და მე აგერ თან ეს არის Altair-ს წარმოების მოდელი, D'Agostini არის გამომცემელი. D'Agostini 1901 წლიდან გამოცემს მოდელებს და რამოდენიმე მქვეყრედი აქვს. ერთ-ერთი არის Altair, რომელიც ბიუჯეტურში ითვლება. და 2022 წელს გადაწყვიტეს, რომ გამოეშვათ ფორსაჟის მოდელები, რა ლიცენზია აიგეს და გამოუშვეს თითქმის ყველა საკულტო მანქანა. ამის ფასი $40 იწყება ეხლა უკვე eBay-ზე. მე რა თქმა უნდა იაფად ვიყიდე და $50 ზევით, იმიტომ რომ ფორსაჟის მანქანა რადგან არის მოთხოვნად იხდება ეგრევე, როგორც კი გამოდის და ეგრევე იშვიათდება. ხო, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს $50 მანქანა როგორ არის ბიუჯეტური რა. და მაგიტომ ახსენე ეს ყველაფერი. საქართველოსთვის ნამდვილად არ არის ბიუჯეტური, მე რა თქმა უნდა, უფრო ბევრად იაფად ვიყიდე. კი, რა თქმა უნდა, თან პლუს მაგასთან ერთად 1.53 მასშტაბი ხო. და ხო, D'Agostini-ს საიტზე. D'Agostini არა, D'Agostini. თუ რაც ქვია რა. მაგ საიტზე მთლიანი სეტი იყიდებოდა ფორსაჟისა. კი, 80 მანქანა გამოუშვეს. ხო. და იმდენად იშვიათები არის ყველა, რომ მოკლედ თუ იშოვით, უნდა გიხაროთ. ხო. იმიტომ რომ, სავარაუდოდ ახლა დიდი პარტია არ გამოსულა ავტომობილების, სავარაუდოდ უფრო ლიმიტირებული არის რა. ლიმიტირებული რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე გათოვდა რა. ესეთი უცნაური ფორმა. ძალიან მაგარი მანქანაა, მაგრამ რაღაცა უნდა ვთქვა. ეს მოდელები აქვს კიდე გამოშვებული Green Lights ადრე. ხო. 12 წლის წინ. და აი კონკრეტულად RX-7 რო ავიღოთ რა, ეს RX-7 წინა ვიდეოში ჩვენ განვიხილეთ ზუკის ჰონდა ეს 2000 და იქ ვთქვი რომ ამის უკანა ფარები მოწონს თქო და იმისი არა თქო. ამ მანქანასაც აქვს რა თქმა უნდა მინუსი. ხო. ვინც მოდი ესე ვიტყვი ფორსაჟის მანიაკი ხართ, ჩემსავით და დეტალებში იცით ეს მანქანები როგორები იყო და რანაირად უნდა ითქვას, რომ ერთადერთი მინუსი ამ მანქანის რაც არის არ პრიალებს საღებავი. შავი საღებავი არ. შავი საღებავი არ პრიალებს, ხო. შავი საღებავით უნდა პრიალებს. ერთადერთი მინუსი რაც შეიძლება რომ ჩაითვალოს ეგ არის. ხო, ფილმში პრიალებს. ხო, თორე
თვითონ მოდელი ძალიან მაგრად გამოიყურება. ეგ მინუსით რო არ ქონდეს ძალიან კაი იქნება. კი ბატონო. ეს არის Welliside-ის RX-7. ეს ეძახი. მაგასაც ვიტყვი რატომ ეძახიან. მოდი ახლა მოვყვები როგორც ვაკეთებთ ხოლმე პატარა ისტორიას, რომელიც რო კონკრეტულად Mazda RX-7-ის ისტორია იწყება 80-იან წლებში. დაახლოებით ეგრე ხო? ეს არის 95 წლის. არა, ეს 95 წლის მოდელი არ არის. ეგრე მახსოვს. ვიტყვი მაგასაც რა. მოკლედ 81 წელს წარადგინეს Mazda RX-7. და როგორი სიმასაკნეს იცი გააკეთეს თვითონ ამ Mazda-s დიზაინერებმა. როგორი? ძალიან ტვინი არიჭრით ეს დიზაინზე. აჰა. თვითონ ამ კუზაოს დიზაინზე რა. და ადგენენ და Lotus Elan-ის მიმსგავსებული ვარიანტი გააკეთეს, ოღონდ იაპონური ვერსია. ეგ არ ვიცოდი. Lotus-ი როგორც ვიცით ინგლისური კომპანია. ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. ხო. სხვათა შორის გამოდგა წარმატებული, იმიტომ რომ ხო და თან პირველი როტორული ძრავი მაგაში ხო, პირველი როტორი. ხო. და წარმატებული გამოდგა იმიტომ რომ სულ რაღაც $10,000 ღირდა ეგ მანქანა. სულ ახალი. ახალი ხო. მაღაზიაში რო გეყიდა $10,000 ღირდა. RX-7-ზე ლაპარაკი რო. ხო. 135 ცხენის ძალა ქონდა სტოკს პირველ ვერსიაში. რამდენი? 135 ცხენის ძალა. და წონაში იყო სულ რაღაც ტონა 60 კილოგრამი. არა, ბევრი. დაახლოებით რა. და აჩქარება 7.2-ში ქონდა. ვაუ. მაშინ ხო, იმიტომ რომ როტორული ძრავი იყო, თან როტორული ძრავი იყო 1 და 3. ძრავის სერია იყო 12A, ეგრე ერქვა ძრავს. ანუ ეგრე ერქვა რა ძრავს თვითონ დაარქვეს 12A. მაგ როტორულ ძრავს. მერე 1983 წელს გამოვიდა უფრო მოდიფიცირებული ძრავით, პლუს რაღაცეები შეუცვალეს, რა უფრო დახვეწეს დიზაინი, წინაში ტოკზე მაგალითად ის რეზინის ისინი დაუმატეს მოლდინგები, გვერდებზე დაუმატეს მოლდინგები, ფარების ისინი გაუკეთეს, ზოლებიანი მოლდინგები გაუკეთეს რა. აია. უფრო გაალამაზეს, გააკუხტავეს მანქანა. ეგრე რო ვთქვათ. და ცხენის ძალები გაზარდეს მაქსიმალურად. სულ 3 ეტაპად იმასაკნეს რა მოდიფიცირება მანქანისა და მაქსიმალური მოდიფიცირებული იყო 180 ცხენის ძალით. ნუ რავი 80-იან წლებში 180 ცოტა არ არის. მით უმეტეს რომ 1 და 3 ძრავისთვის. მერე გამოუშვეს 91 წელს გამოვიდა Mazda 7-ის მეორე RX-7-ის? ხო, RX-7-ის მეორე ვერსია. ეს არის მესამე. ეს უკვე მესამე ვერსია, ხო. რომელიც რო ისე თავიანთი დიზაინი არ გამოიყენეს და საწყისად აიღეს Porsche 924, Porsche 954-ის კუზაო. და ძალიან მაგრად აგავს სხვათა შორის მაგ კუზაოს. ამჯერად უკვე ძრავი შეცვალეს 1 და 4-ით ჩაანაცვლეს როტორული ძრავით და მაგ ძრავს ქვია 13B. ეგრე ძრავს რა. ძირითადად ძრავის სახელებს დიდი მნიშვნელობა არა. ხო. და მინიმალური ცხენის ძალები იწყებოდა 150 ცხენიდან და ადიოდა 205 ცხენამდე. გასაგებია. ეგეც გამოდიოდა დაახლოებით 93-14 წლამდე და მერე 95 წელს წარადგინეს უკვე მესამე ვერსია. Mazda-ს. ხო.
იგივე ძრავი დატოვეს, ოღონდ უფრო მოდიფიცირებული გააკეთეს და ყველაზე მთავარი რა არის? ამერიკის და იაპონიის ბაზრისთვის იყიდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ტურბინიანი ძრავებით. ეგ მანქანები. და ჩვეულებრივი უტურბინო ძრავით იყო 230 ცხენის ძალით და ტურბინიანით იყო 280 ცხენის ძალით. მით უმეტეს რომ ორი ტურბინა ეყენა. ორი ტურბინა. ოღონდ ბიტურბო და რამე იყო twin turbo. და twin turbo რას ნიშნავს? პირველი ტურბინა ირთვებოდა. ხო, პირველი ტურბინა ეხმარებოდა ძრავს 1800-დან 4500 ბრუნამდე. და მეორე ტურბინა უკვე 4500-დან ბოლომდე ეხმარებოდა. ანუ ერთი მეორის დახმარებით რა. სულ გამოუშვეს ეს მესამე ვერსიაზე ვილაპარაკებ რა, სულ გამოუშვეს 88000 ცალი მანქანა. ცოტა. კი. და სულ გამოდიოდა უпростоროდ 92-დან დაიწყეს ამის გამოშვება და სულ გამოდიოდა 10 წელიწადი. და 10 წელიწად 2002-ში დაასრულეს Mazda 7-ის წარმოება საერთოდ. 7-ის არა, RX-7. то есть RX-7-ის წარმოება. თლიანად იმასაკრეს. მე უკვე 2003-2004-დან RX-8 გამოვიდა. მაგრამ RX-8 უკვე ვეღარ. ხო, იგივე როტორული 1 და 4 ძრავი ეყენა იმასაც რა. ეს არის ველისაიდის ეხლა მაიც თავარი რა. ერთი წუთი რაღაცას ვიყიდა. ხო, კი. ეს ხო არის ველისაიდის ბოდიკით. კი. და კიდე არის ძალიან მომწონს როკეტბანი. როკეტბანი. ანუ ამ მანქანებს უხდება გაპრანჭვა რა. ხო. ხო, და როკეტბანის RX-7 ყავდა გიორგი სარიშვილს, მოგითხვა აქედან უხეშტეს დრაივს და ძალიან ლამაზი მანქანა რო გაყიდეს მე დამწყლებული იმდენად ლამაზი მანქანა იყო. კი, ნამდვილად ეგრე იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოდელს, ფორსაჟიდან. როგორ საიდან მოხდა და ვისი გაკეთებული და ასე შემდეგ. სავარაუდოდ ეგეც კრეიგ ლიბერმანის თემა. არა, ამჯერად არა. არა. მესამე სერიის გადაღებები რო დაიწყეს. ხო. 2000-იან ჯასტინ ლინის პირველი თემა არის, როგორც ვიცი რეჟისორი იყო პირველი. კაკრას ამ ჯასტინ ლინმა ეს გადამღები ჯგუფი მიიწვია ტოკიოში, რახან გადაღებები იქ მიმდინარეობდა და დაემთხვა ტოკიოს ავტოშოუ. მაგალითად. და ტოკიოს ავტოშოუზე იყო სტენდი ველისაიდის, სადაც იდგა აი ეს მანქანა. პირდაპირ ესე გაკეთებული. ოღონდ ფერი. ეს ხო არის საფილოსფერის შავში. ხო. ის იყო წითელი შავში. ის მაგარი იქნება. ხო. ოღონდ მანქანა იყო ეს. ზუსტად ეს, რასაც ხედავ. თავის დისკებით ყველა. ყველაფრით აბსოლუტურად. წარმოიდგინე ახლა ველისაიდის ბოდიკიტია. ხო. დისკებიც ველისაიდის დამზადებული არის. სიდენიებიც ველისაიდის დამზადებული. ერთადერთი რული უყენია სპარკის. სპარკო კი არა, მომოსრული უყენია. არა, თვითონ ავტოშოუზე რაც. ავტოშოუზე არ ვიცი, მაგრამ მანქანას ფილმში სპარკოსული ეყენა. ხო. და всё. ეგრევე იყიდეს ეგ მანქანა, ისე მოეწონათ. აბარაცინო. წამოიყვანეს და პროსტა ფერი შეცვალეს. მაგასაც შავი ფონი დატოვეს იგივე, უბრალოდ ეს გვერდები რაც აქვს რა, საფილოსფროდ შეღებეს. მაგას ვიტყვი რატო? რაც შეეხება ძრავს. ძრავი რა ჩადეს? ქარხნულად ხო ეყენა 280 ცხენის ძალა. როტორი. ხო. 34-ის ტურბინები დაუყენეს. ტურბინები დააყენე? კი. და აწიეს 500 ცხენის ძალამდე და რატომ? სცენარში პუბლიკს რო აკეთებს. ის მაგას ქვია დონატი ხო? ხო, აი დონატს რო აკეთებს. ყველაზე საყვარელი საჭირო იყო ძლიერი ძრავი. აუცილებლად. ნუ 280 ცხენის ძალა ცოტა არ იყო, მაგრამ
500 ცხელიძალა ჯობია რა თქმა უნდა, რომ უფრო ადვილად გააკეთოს დონატი, ხო ეგრეა? კი. სპეციალურად მაგ კადრისთვის მოიწვიეს ვიღაცა რა მსოფლიო ჩემპიონი დრიფტერი. აუ, ეს ჩემი პროექტ დონატი გაეკეთებინა. ჩემი საყვარელი კადრია. აი ყველაზე მაგარი კადრი რაც არის მაგ ფილმში რა. ნომერსო გოგო ხო. მაგას ხანი არ ძის სრულთან. ვიცი ხო. აკეთებს ის ფილმი. ვისაც გული დაგწყდათ ხო. ბოდიში მარა ეგრეა რა. თან პლუს მაგ ფილმში თუ ვისაც ნანახი გაქვთ რა. დაახლოებით 100-მდე მანქანა დაამტვრიეს გადაღების დროს. მათ შორის ცოტა ესენი არ დაიმტვრა ეს მანქანა. არა, ბევრი დაიმტვრა. მაგრამ აი კონკრეტულად ის ერთი ცალი რაც დარჩა. დარჩა? ხო, განსხვავებული ერთი ცალი რაც გაკეთებული იყო ის. ფილმში რაც მონაწილეობს რა, ის მარიაჟის პონჩი რაც არის, ხო? ეგ მანქანა აუქციონზე გაიყიდა თვი 150,000 გირვანკა სტერლინგად. მართლაც. კი. ეს ხო მე ვერ ვიპოვე ინფორმაცია და ეს ლაპარაკობს მაგითო, ცოტა ესეთი თემა არის ფორსაჟის თემაზე რომ ეს ლაპარაკ. ხო, ნუ ეხა სპეციალურად ჩაუჯექიდე იმას შერო ვერ ანახე ხო მეთქი შანსი არ არის რომ არ იყოს ინფორმაცია. ხო, რა ვერ ვეძებე. კონკრეტულად ამ მანქანაზე რა. ხო. აი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რა, პირველი 3 სერია არის მართლა საკულტო ფილმები, იმიტომ რომ აქ მანქანები იყვნენ გმირები და არა ადამიანები. ხო, ნუ ახლა შენ წარმოიდგინე რა, რომ აი ხო თქვით რა. რომელი დასამახსოვრებელი მანქანაში. ხო, პირველ სერიაში მთავარ როლში რომელი მანქანები არის? მთავარ როლში სახი, ხო. დოჯ ჩარჯერი, სუპრა, ეკლიპსი ბრაიანის. ბრაიანის ეკლიპსი. ხო, და ეხა ერთი რაღაც დამოვიწყდა წეხამდა RX-7 Mazda RX-7 ტოკიო დრიფტში პირველად არ გამოჩენილა ფორსაჟის ფრენჩაიზში, იმიტომ რომ ტორეტოს პირველი მანქანა იყო ისიც ველისაიდის RX-7 ოღონდ წითელი ფერის და სხვანაირი ესეთი არის ხო ის სხვანაირი ბოდიკიტი იყო. კი ბატონო. მართალი ხარ? მეორე სერიაში განსხვავებული მანქანები აგერ სუკი და სუკის ვარდისფერი ხონდა ეს 2000 რომლის ვიდეო გადაღებული გვაქვს და R34-ია განსხვავებული და ის ტორეტოს წითელი RX-7 პირველი სერიიდან ხო გახსოვს? ხო. ეგ არის მეორე სერიაშიც. ხო. და ტიპს აყავს აი მან არ ვიცი რა ქვია, მაგრამ გაქცევაში ფერნანდო სუკრერო იყო. აი მაგ ტიპს ყავს ეგ RX-7 ზუსტად. კი ბატონო. ხა მესამე სერიას რაც შეეხება, ყველაზე დასამახსოვრებელი მანქანა 2 ცალია, ხო? ორი რატო? არის. არა, ყველაზე ძალიან რაც დაგვამახსოვრდა ეს RX-ი და მონალიზა. ხო, ნუ ყველა ანუ რაც დაიმახსოვრა ეს, მაგრამ იყო იქ E9 იყო წითელი ფერის. კი, წითელი E9. რადგან დრიფტი ისწავლა. კიდე იყო Ford Mustang-ი, რომელშიც Nissan-ის ძრავი აყენია. მონალიზას ძრავი ჩადეს. ხო. მერე იყო 350 ზეტი DK-ის მანქანა. DK-ის მანქანა. RX-8 იყო, ნილას RX-8 იმ გოგოსი. იმ გოგოსი, ხო. და რავი, ძალიან ბევრი მანქანები იყო. ხო, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც. ორი მანქანა იყო. ეს და მონალიზა. ისა სამწუხაროდ ეს მანქანა იმტრევა ფილმში და გერმანული ტანკი ამტრევს W140. ხო. რომელიც კი BMW-ს ფანი ვარ, მაგრამ 140 მაინც 140-ია ჩემთვის. და ხო, ვინც არ იცით. და ვისაც მე-9 სერია ნანახი არ გაქვთ. მე-9 სერიას თუ უყურებთ, აი ტოკიო დრიფტზე თუ გაჩერდით. ეგ რომელი თბილისიდან როგორ კოსმოსური ხომალდი ფრინდება? ტოკიო დრიფტზე თუ გაჩერდით და ფორსაჟი აღარ გინახავთ იმის მერე. მე-9 სერიას თუ უყურებთ, ნერვები მოგეშლებათ, იმიტომ რომ ჰანი თავის სიკვდილს უყურებს. ხო, შორიდან. კი. ურამწარე იყო ის რომ დაეჯახება. ხო, თან სხვათა შორის ეს ბოდიკიტი რაც არის. კი. ამ მოდელისა, ხო? სტანდარტულ მანქანაზე 18 სანტიმეტრით გრძელია
და 30-ის ხო, სტოკზე რა? სტოკუზაოზე რაც არის. 18 სანტიმეტრით გრძელია ეს კუზაო და 30 სანტიმეტრით განიერი. ხალხი ხარ? და ეხა ფერზე ვიტყვი. რატო არის შავი სტაფილოსფერში? სტაფილოსფერი და შავი არის ხანის მსახიობის სანკ-კენგი. ხო. მსახიობი არის საყვარელი კომბინაცია ფერის, ფერების საყვარელი. იმიტომ რომ მან ხო ყავს ეს მანქანა. მეცხრეში ცარი GR Supra არის მაგავე ფერებში. ხო. და მე-10-ში არის სტაფილოსფერი Alfa Romeo შავი ზოლებით უბრალოდ. ანუ ევასება რა ეს ფერების კომბინაცია. და ბარემისიც თქვი ხანი რატო ქვია მაგ ფილმში? ხო, ხანი რა, ეს ხო, კაია რომ გამახსენე, ხანი რატო ქვია. მაგას თავისი პატარა ისტორია აქვს. ჯასტინ ლინის საყვარელი ფილმი არის Star Wars-ი და ვარსკვლავური ომები. ხო, ვარსკვლავური ომები და საყვარელი პერსონაჟი არის Han Solo და ხანი მაგიტო ქვია პერსონაჟს და ესე არის რა, Han Lu. ესე და მაგას ყურადღებას თუ მიაქცევთ მეშვიდე ფურსაში ნახავთ. ანუ იქ ანკეტა იხსნება ხანის. ხო. რომ მოკვდავდა რაღაც და ხო მოკვდა, მაგრამ თურმე ცოცხალი ყოფილა. ხო, ნუ იქ ბოლივუდი ტირის მექსიკური სერიალების რეჟისორები ეს ხედან და ხო, ჩვენ რატო ვერ მოვიფიქრეთ ეგეთი ფანტაზიები. ნუ რავი, ერთ-ერთი საკულტო მანქანაა და ყველასთვის საყვარელი რა. მონალიზაც რო იყოს ამასთან ერთად გაიქნებოდა, მაგრამ როგორც გითხარით ძალიან რთული სხვათა შორის იმიდან ფორსაჟის კოლექციიდან ამ კოლექციიდან ორ მანქანას ვეძებთ. კი. გამწარებულები. კი. ერთ-ერთი მონალიზა არის. კი, ძალიან იშვიათი და საინტერესო და ძალიან ლამაზი მანქანები. ხო, Nissan Silvia-ზე გვაქვს საუბარი რა. ხო, ვინც ვერ მიხვდით, Nissan Silvia ეს 15 არის მონალიზა. კი ბატონო. ესე ქვია, ჰანის მონალიზა, ჰანი ეძახის მაგ მანქანას მონალიზას. ხო. ის რო დაუდავს. და რა ვქნათ? მორჩეთ, გაღაუნავკრა. მოკლედ დავამთავროთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ, დატოვეთ კომენტარები. რა მანქანა გინდათ რომ განვიხილოთ, როგორ მოგეწონათ, რას დავამატებდით ვიდეოს და ასე შემდეგ. და გააზიარებაც არ დაგავიწყდით. და 10000-ზე კიდე თავარ მანქანას გაჩვენებთ, რომელიც ყველაზე მაგარი, საინტერესო და ლამაზი. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. How heavy is that? Light work with the bass on the track, on my face to the back like I'm taking a slap. I need a drink, but it's straight from the tap. And I'm hating the slack, couple man stand around like they hate in the gaff. Please stop talking that trash, cause the vibes in the front all the way to the back. What?